რომელი ნაბიჯი იქნება გადამწყვეტი, შეძლებს თუ არა ნარკოდამოკიდებული რეალურად დაანებოს ნარკოტიკს თავი თუ არა. უძვირფასესო და უსაყვარლესო გამომწერებო და თანამემამულეებო, როგორც შეგვირდით, ბრუნდები, მეთოდი 12-ის ნაბიჯის მეორე ნაბიჯით, ვისაც ჯერ არ უყურებია ჩემი ყოფილი ვიდეოები ნარკოტიკებზე და რატო ირჩევენ ადამიანები ნარკოტიკებს და რა არის პირველი ნაბიჯი ამ მეთოდის, აუცილებლად შედით ჩემს პროფილში TikTok-ზე ან ჩემს არხზე YouTube-ში, სადაც იპოვით ამაზე ინფორმაციას, ასევე ყველა სხვა ნაბიჯების დაიდება ასევე YouTube-ზე, რომ უფრო ადვილად იპოვოთ. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მეთოდი 12 ნაბიჯი ეს არის ერთადერთი მეცნიერულად დადასტურებული და რეალურად მოქმედი და მომუშავე პროგრამა, რომელმაც მილიონობით ადამიანი მსოფლიოში განკურნა ნარკოტიკებისგან და ალკოჰოლისგან და ამიტომ ძალიან დიდ რეკომენდაციას უკეთებ ამ პროგრამას. შეგახსენებთ, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ამ პროგრამით აბსოლუტურად უფასოდ და ქვიათ AAA. იპოვეთ თითქმის ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში არის ეს ჯგუფები. ეს ჯგუფები დაგეხმარებათ აგრეთვე ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ კი ერთი წამით სანამ დავიწყებთ მეორე ნაბიჯზე ლაპარაკს, დავდგეთ და გავჩუნდეთ იმ ფაქტის წინაშე, რამდენი დედა, რამდენი მამა, რამდენი და ძმა, რამდენი შვილი და მეუღლე იტანჯებიან დღეს საქართველოში იმ ნარკოდამოკიდებულებთან ერთად, რომლებიც ვერ პოულობენ გამოსავალს. და ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ არის გამოსავალი და ეს არის ეს პროგრამა, მაგრამ აუცილებელია, რომ ძალიან სერიოზულად მიუდგეთ ამ პროგრამას და მოდი დავიწყოთ. პირველ ნაბიჯში ჩვენ ვაღიარეთ, რომ ნარკოდამოკიდებულმა აღიარა, რომ მას აქვს დაკარგული კონტროლი საკუთარ თავზე, მან დაკარგა კონტროლი თავის ცხოვრებაზე და არის ავად. აგრეთვე მისმა გარემომ და მისმა ახლობლებმა აღიარეს, რომ ისინიც არიან ავად, ისინიც ვეღარ უმკლავდებიან, კარგავენ კონტროლს ყველაფერზე, თავის ცხოვრებაზე, თავის თავზე, ისინიც არიან ავად და ეს აღიარება მოხდა პირველ ნაბიჯში. რა ხდება ამ პროგრამის მეორე ნაბიჯში? პროგრამის მეორე ნაბიჯში ნარკოდამოკიდებული აღიარებს, რომ მას სცადა ყველაფერი, რაც შეეძლო, დაინახა, რომ ის უძლურია თავის წინაშე, დაინახა, რომ ის უძლურია ნარკოტიკის, წამლის, ან ალკოჰოლის, ან პორნო დამოკიდებულების, ან მაგალითად იგრომანიის დამოკიდებულების წინაშე და რომ მას სჭირდება თავისზე ძლიერი ძალა, რომელიც მას დაეხმარება. ასევე მისი გარემოც აღიარებს, რომ მათაც გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და დაინახეს, რომ ისინი არიან უძლურნი ასეთი დიდი ძალის წინაშე, როგორიც არის ნარკოტიკი და მათაც სჭირდებათ თავის თავზე და ნარკოტიკზე უფრო ძლიერი ძალა, რომელიც მათ დაეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. როცა ეს აღიარება მოხდა, თუ თქვენ ხართ მორწმუნე, ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია. იმიტომ რომ მოუხმობთ ღმერთს, რომელიც არის თქვენზე ძლიერი ძალა და ნარკოტიკზე ძლიერი ძალა. თუ თქვენ არ ხართ მორწმუნე, მაშინ უნდა მოუხმოთ რაღაცა სხვა ძალას, როგორიც არის ისეთი ჯგუფი გაერთიანებული, როგორიც არის მაგალითად AAA, სადაც არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და დასძლიეს ნარკოტიკებს და ალკოჰოლს და იგრომანიას, ან პორნო დამოკიდებულებას და ეს ადამიანები არიან გაერთიანებულები და მათი ერთიანობა არის აგრეთვე ის ძლიერი ძალა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ ვეღარ უმკლავდებით თქვენი საკუთარი ძალებით თქვენს თავს და ნარკოტიკებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჯერ მეტი არაფერი არ არის საჭირო. მოკლედ, უნდათ დაფიქრდეთ ამ ფაქტის წინაშე, თუ ამას უყურებენ მშობლები, მეუღლეები და თვითონ ნარკოდამოკიდებული არ უყურებს, აყურებინეთ ეს ვიდეო, თუ არ უნდა ყურება, აუხსენით რა თქვი ამ წუთას და ერთად აღიარეთ ეს ფაქტი, რომ თქვენ გჭირდებათ თქვენზე უფრო ძლიერი და ნარკოტიკზე უფრო ძლიერი ძალა. მეტი ჯერჯერობით არაფერი არ არის საჭირო. იქით აკვირას დავდებ მესამე ნაბიჯს ამ პროგრამის და მესამე ნაბიჯიდან უკვე იწყება მოქმედებები. თუ
მესამე ნაბიჯამდე იყო მხოლოდ აღიარება საკუთარი უძლურების და საჭიროების, რომ მოვიდეს თქვენზე ძლიერი ძალა, მესამე ნაბიჯიდან უკვე იწყება მოქმედება. ასე რომ, ჩემო კარგებო, მოგეცით რა არის მეორე ნაბიჯი, აუცილებლად გაიაზრეთ კარგად, დაფიქრდით რა ვთქვი, კიდევ ერთხელ გადახედეთ პირველ ნაბიჯს, დაელაპარაკეთ თქვენ ნარკო დამოკიდებულებს, დავალეება რომ იპოვოთ რა ქალაქებში არიან ეს ჯგუფები და იპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც არიან ხელმძღვანელები ამ ჯგუფების, იმიტომ რომ ისინი აგრეთვე თქვენ დაგიჭერენ მხარს, მოგიწვევენ შეხვედრებზე და გაგაცნობენ იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან თქვენი წინამძღვრები. აბა, გისურვებთ წარმატებებს, იდექით მაგრად, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და იქით აკვირამდე მესამე ნაბიჯით.